მოგესალმებით. გათენდა შემდეგი დღე. დილით ადრე ავდექით და წამოვედით ქალაქის ავტობუსით. 2 ავტობუსის გამოცვლა დაგვჭირდა და ჩამოვედით პერიაში, ზღვაზე, სალონიკის გარეუბანში. სადაც არის ესეთი სანაპირო, კაფეები, რესტორნები, ძალიან სასიამოვნო ადგილია. გავატარებთ დღეს აქ შუა დღემდე ალბათ, სანამ ძალიან დაცხება და მერე დავბრუნდებით ქალაქში. ეს არის ჩვენი ბოლო სრული დღე სალონიკში და ხვალიდან გავემგზავრებით უკვე შემდეგ ქვეყანაში. აი ესეთი ადგილები არის, სადაც ტელეფონს რომ დადებთ აი ამ ადგილებში, კუთხეებზე ტელეფონი იტანება. ვცადე და დაიწყო ჩემო ტელეფონმა დადენა. წამოვედით ზღვიდან, კიროების ჭამა გვინდოდა, მაგრამ 12 საათამდე დაკეტილი იყო, სადაც ჩვენ უნდა გვეჭამა. ამიტომ წამოვედით. ეხლა მივალთ სახლში, მოუწესრიგდებით და მერე ამანათები უნდა გავიტანოთ. მერე მოლში უნდა წავიდეთ, სადაც აუთლეტები არის, მაღაზიების და გადავიღებ რაღაც კადრებს, გაჩვენებთ თქვენს. მოვედით ახლა აფთიაქში, რომელიც შედარებით იაფიანია და იყიდება აი რაც გინდა სულო და გულო, ვიტამინები, რაღაცა გამაჯანსაღებელი საშუალებები და თავის მოვლა რა მაზები, ცნობილი ბრენდები რაც არის ჩვენი. შედარებით ბიუჯეტურია, მაგალითად წაღან ლაროშის დასაბანი მინდოდა და ვნახე 14 евро ღირს. მე მგონი საქართველოში ბევრად ძვირი ღირს. ახლა დავათვალიერებ და იმედი ავარჩევ რამეს. იმხელა არჩევანია, რომ არ ვიცი, როგორ ავარჩიოთ, ამ ფასების ზედ არაფერს არ აწერია, უნდა მიიტანო აპარატთან და ესე ნახო რა ღირს და ცოტა მოუხერხებელია იქ ჩემთვის. ახლა ვნახე ეს ვაირალ პროდუქტი რაც არის TikTok-ზე და სხვა სოციალებში ძალიან ხშირად მხვდება და ჩვენთან მე მგონი არ არის და ჩვეულებრივ მარკეტში ღირდა 10 თუ 12 евро და აღარ 5 евро. და ეს არის თმის პროდუქტი, რომელიც სხვადასხვა ეფექტისთვისაა, სხვადასხვა ტიპის თმისთვის და ახლა ავარჩევ. ავარჩიე რაღაცეები, შევიძენთ და მერე დაგათვალიერებინებთ ყველაფერს. Ωραία. Do you need a bag? Yes.
ой, რა გემბიელია. ის გემო ატამი, ხო? გამოვიდით აფთიაქიდან, ვიყიდეთ რაღაცები, ეხლა მოვიდით მიკელში. თემო ყავს სომს. მე წვენია ვიღე ცოცხალი ხელისგან აკეთებენ. გაჩვენებთ რები ვიყიდებ. ლაროშეს ეს ყოველთვის ცნობილი დამატენიანებელი უკვე მაქვს და ძალიან მომწონს. კორეული სახის დასაბანი მე არ გამომიყენებია ეს ბრენდი, მაგრამ როგორც დედაჩემი ამბობს, ძალიან კარგია. ეს ცნობილი თმის ზეთი. ჰა? ლაროშეს დასაბანი. გელი. ეს თმის წყალი. სეტაფილის დამატენიანებელი. კოდალის თერმული წყლის გავსია, ოღონდ spray water. და არის დამოშვიდებელი დამატენიანებელი სენსიტიური კანისთვისაც არის გათვლილი. სულ ყველაფერი გამოვიდა 77 ევროსი. დავლევთ ახლა სასმელებს და წავალთ სახლში დავიცნობთ. დავბრუნდით ახლა სახლში. ძალიან ცხელოდა, ძალიან დავიღალეთ. გზად ვიყიდეთ პიცები, ორი ნაჭერი მე და თემომ და ახლა მივირთმევთ სიკრილეში. ეს არის ჩემი ორი ნაჭერი პიცა და იმ ხელებია, რომ რა ვიცი, შეიძლება 4 ნაჭერიც გამოვიდეს და მაგრამ ვიტყვი რომ ორი ნაჭერს ვჭამა. თემომ სხვა ტიპის აიღო. გაგვანახე. აი თემოს ერთი ასეთია. და მეორე ნაჭერი ასეთი აიღო. თითო ნაჭერი ღირდა €1.50. ანუ სულ დაჯდა €6 ეს. ვჭამეთ პიცა. 1 საათი ნახევარი სახლში ვიყავით, დავისვენეთ. არაფერს არ ვაკეთებდით, მიგორებულები ვიყავით. გავამზადეთ, ახლა უნდა გავიტანოთ ამანათი და იქიდან უკვე მივდივართ outlet mall-ში. უნდა დავათვალიეროთ და რაღაცეების არჩევა გვინდა. წავედით ახლა. იმედია, კმაყოფილები დავრჩებით. იქნება ის ყველაფერი, რაც გვინდა. ნახოთ. ჩავსხედეთ ტაქსიში და მივდივართ ახლა და ამანათი ჩავაბაროთ. ჩავაბარეთ ამანათები, წავედით ახლა მოლში მეტროთი წავალთ.
გამართო. ხო. არა. ეს რისთვისაა? Δημοκρατία. Station Δημοκρατία. Οι θύρες κλείνουν. Doors are closing. Σαρίο Δημοκρατიის მოედანია. ეს არის სალონიკის ახალი მეტრო, რომელსაც მძღოლები არ ჰყავს და თავისით დაიარებიან ესე. ესეთი ხმა აქვს. ჩვენი მეტროსგან გვერდებით. და გაჩერებას ახლა რომლიდანაც ჩვენ ამ მოედით აქ ქვია დემოკრატია, იმიტომ რომ მოედანია ამ გაჩერებაზე დემოკრატიის სახელწოდების და დემოკრატიის მოედანი და დემოკრატიის გაჩერება. ნუ საბერძნეთია ახლა რა უნდა გაგიკვირდეს მას დემოკრატიის სამშობლოა, მაგრამ ცოტა ეს არის უცნაურია რა. 15 წამში მოვიდა იმენა. არა. 15 წამში მოვიდა შემდეგ გაჩერებას. იტალიაში ეგრე არ იყო. ჩავედით ახლა. დემოკრატია და გაჩერებას. ახლა გამოვიარეთ სადგურზე, ხვალ როგორც აღნიშნე ახალ ქვეყანაში მივდივართ და მივდივართ Flixbus-ით. ამიტომ წინასწარ ვნახეთ სადგურზე, საიდან შეიძლება და გასულიყო, მაგრამ ახლა ჯერ არის ავტობუსი, მაგრამ ვიცი, ნუ სად უნდა მოვიდეთ. ახლა წყალი ვიყიდეთ და მივდივართ მოლში, რომელიც აქვე ახლოს არის და ფეხით უნდა გადავიდეთ. არა, რო ჩავიდეთ. ეს არ ქონდა ამასთან. ხამოვედით ფეხსაცმელების მაღაზიაში, მიგატოში. მაგას უნდა რომ შეარჩიოს თავისთვის ფეხსაცმელი და რაღაცებს ისინჯოს. თუ შეარჩია, შევიძენთ, თუ არა და გავაგრძელებთ ისა გათვალიერებას ამ და სხვა მაღაზიებში. ეხლა მოვედით მიგატოში, ერთი კეტასი მომეწონა და მგონი 1+1 აქცია და არ ვიცი ვნახოთ. რას ვიზამ, ჯერ მინდა რომ Adidas-შიც ვნახო. და ვნახოთ. თუ ვერაფერი ვერ ვნახე, მაშინ ამას ვიყიდი ალბათ. ფასდაკლებაა და 40 euро ღირს. ეს ბოტასები შევიძინე. ნუ ჯერ არ შემიძლია, მაგრამ ეხლა შევიძინე. და მართლაც სწორი მეგონა, 1+1-ია და ერთის ფასად ორ ფეხს შევიძენ. რაც ძალიან კარგია. ხალხო, 20 ნახო გქ ვიდეოებზე და უყურეთ ხოლმე და დააკომენტარეთ და ლაიქეთ და გამოიწერეთ ხალხი არა ხართ კაცო. გთხოვთ რა. მოკლედ ვერაფერი ვერ ავარჩიე რა. ხო და წავალისევ მიგატოში ვიყიდი კეტასებს ის ძალიან ლამაზი იყო მომეწონა კიდევაც და სანამ ისის გამოიყიდა ერთი ზომა გაიყო დარჩენილი ერთი ცალი ჩემი ზომა და
ჩანთკებიც იყო აქ საყვარლები ლამაზები, მაგრამ ფასი ჰქონდა ისეთი მტრისას. მე მაგას ვერ ვიყიდე, გულის დაწყვეტას გამოვეთრია ისევ. წავალ ვიყიდე ისევ. ბოტასიკებს. ბოლოს ისევ მიგატოში შევიძინე კეტასები, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი კეტასები სუეცკობა იყო და ამას არ მოყვება საჩუქარი. ამიტომ დავრჩი ეს. ერთი წყვილით. ფასაკლება იყო და 40 евро ღირდა. მაგრამ მე არ მიყედია საჩუქარი იყო ეს ჩემისგან ჩემი დაბადების დღისთვის. ადიდასებიც მომეწონა. მაგრამ სვადისეთები არ იყო როგორც მინდოდა, თან 50 ევრომდე ღირდა საიტზე და ადგილზე ღირდა 78 евро. და იქიდან გამომდინარე, რომ ესენიც მომწონდა და ესენი 40 ღირდა. ეს ვარშია ფასთან შეფარდებითაც და დიზაინთანაც რა. ესენი ვარშია საბოლოო ჯამში. ხალხო საოცრება მოხდა, თუნდაც ფასდაკლება და 27 евро ღირს. და ეს კატესები შევიძინე სულ რაღაც 27 ევროთ. ძალიან კმაყოფილი ვარ. ვიყიდეთ რა რაც მინდოდა. ძირითადად მთავარი ეს იყო, ფასები შევადარე ერთმანეთს, დიზაინებით შევადარე, რომელი უფრო მომწონდა და მაგის მიხედვით ვიყიდე ხა. ადიდასებს იმის გამო ხარ ვიყიდი, მარტო რომ ადიდასია. ესენი უფრო მომეწონა სტილი, ამიტომ ესე გადავწყვეტე. ხა წავედით, სავარაუდოდ რამეს შევჭამთ. სხვები აპირებენ რომ გირო ჭამონ, მე არ ვიცი, არ მგონია გირო ჭამა, მე შეიძლება გავერო და სუში გავაყოლო სახლში და ის მივირთვა. ცოტა დავიღალე. ძალიან ცხელა. სულ ეს იყო ჩვენი მოლის მოვლა რა. ფეხსმელი ვიყიდა. ბერძნული სალათა მივირთვი. ეხლა სუშები ავიღე. ყავები აქვს, მე უკოფეინოსო, იმიტომ რომ ღამეა, უკვე გვიანი და ღამე ვახ დავიძინე. თემო სოს ჩურები კოფეინ ფრიტო ესპრესოს. ხო სად მედივართ? სად მედივართ? ამის საოცრებელი ხოვიდა საწყობი. შეცალავენ უყურებს და დამთავრდა ჩვენი დღე. გვიანია უკვე 12 დაიწყო, ვიბანავეთ. ახლა ვამზადებთ ხვალისთვის ჩვენს ნივთებს და დავიძინებთ, რომ დილით ადრე ავდგეთ და მოვამზადოთ გასამგზავრებლად. ოღონდ ამ შემთხვევაში მივდივართ ქვეყანაში ავტობუსით.